ვაგრძელებთ მეგობრებო თამაშს, რაც გვინდოდა მეოთხე რანგზე ავედით, რომ თავარ მისიას შევასრულოთ, მაგრამ ერთი ასეთი იდეა მომევიდა, აქ ბარემ მეხუთე რანგი გვაქვს მოსამატებელი, რომ თალოს შევებრძოლოთ, რომელიც დაგვიზევს უკვე კარგი ხანია და ბარემ, რადგანაც შეგვიძლია კიდევ ერთი რანგით მოვიმატოთ და ორივე მისიისთვის მზად ვიქნებით. მთავარი მისია ისედაც მზადა ვართ, მეოთხე რანგი გვაქვს, მაგრამ ეს თალოსი დაქირავებული მკვლელი, რომელიც ჩვენთვის დაიქირავა ციკლობმა, დააგვზევს კარგა ხანია უკვე და ერთი დღესაც გადავეყრებით სადმე და ბარემ გადავწყვიტე, რომ ბარემ მეხუთე რანგზეც ავიდე და ეს პატარ-პატარა მისიები შევასრულო, პატარ-პატარა დავალებები, რომლებიც კითხვის ნიშნებით არის გამოსახული კარტაზე და ასე რანგსაც მოვიმატებ, შეიძლება რაღაც აღჭურვილობაც მოვიპოვოთ, რამე იარაღი, აღჭურვილობა და ცოტა გავძლიერდეთ. და ეს მისიებიც გამოცდილებას გვმატებს, რანგის მომატებაში გვეხმარება, რადგანაც თამაში ისე არის შედგენილი, რომ მარტო მთავარ მისიას რო გაყვე, რანგი არ მოყვება ისეთი ტემპით. გჭირდება კიდე დამატებით სხვა რაღაცების გაკეთება, რომ რანგი მოგემატოს და მზად იყო მთავარი მისიის შესასრულებლად. იმიტომ რომ მთავარი მისია სწრაფად მიდის შედარებით და რანგი ისე სწრაფად არ გემატება. ამიტომ შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ უნდა გადახვიდე მთავარ მისიაზე, რომელსაც ჭირდება მე-10 რანგი, შენ კიდე გაქვს მე-8, მე-7. ამიტომ ას პატარ-პატარა გვერდითი რანგის მისიები, უბრალოდ პატარა მისიები, რომლებიც კითხვის ნიშნებით არის გამოსახული, გვეხმარება რანგის მომატებაში. აქ ეს რატო გამომეკიდა, რა უნდა? რაღაცა არ ასვენებს და რა ვიცი, თუ ბრძოლა ომი გინდა, თაბა. აი ბატონო. მოვიცილოთ ეს და მშვიდად შევასრულოთ ამ ტერიტორიაზე. ესეც ასე. და რა გვაქვს ახლა აქ? ეს რაღაცა ქვის ფილა. სხვათა შორის ეს ქვის ფილები მერე გვეხმარება გემის გაძლიერებაში. გემის განვითარებისთვის. რომ გემს მოუმატოთ რაღაცა, გავაძლიეროთ გემი. ასე რომ დღეს ამ ვიდეოში მთავარ მისიას არ ვასრულებ და ასე პატარ-პატარა კითხვის ნიშნებს შევასრულებ. ამიტომ რაზე მოგიყვეთ ახლა, რა საინტერესო დეტალები შემიძლია მოგიყვეთ. გემი ვახსენე და ვისაც Assassin's Creed გიყვართ, აუცილებლად გექნებათ ნათამაშები Assassin's Creed Black Flag. შავი აფრა, ან შავი დროშა. როგორც შეგიძლია, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, Assassin's Creed შავი დროშა. დროშა უფრო შეეფერება. და აი ეს თამაში ვისაც გიყვართ, ალბათ იქ თავარი რაც გიყვართ ის არის, რომ გემით ხია ზღვაში დასეირნობ, იქ საომარი შეტაკებები ხდება და გემსაც აძლიერებ და ძალიან კარგადაც. თან იქ შეგიძლია გემის კიჩო გააძლიერო, რომ დაეჯახო მოწინააღმდეგის გემს, გახლიჩო შუაზე და რა ვიცი, მოკლედ იქ სარბაზნები, ცეცხლმოკიდებული კასრები შეგიძლია ისროლო და მოკლედ ძალიან მაგრად აძლიერებ ამ Assassin's Creed Black Flag-ში გემს. იქ კორპუსს აძლიერებ და მოკლედ ძალიან დიდი ყურადღება არის დათმობილი გემის გაძლიერებაზე და საერთოდ ზღვაში მოძრაობაზე და ეს თამაში მე ამით მიყვარს, რომ
ზღვაში არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება, იქ თევზაობ კიდევაც, იჭერს სხვადასხვა ვეშაპებს, ვიგენებს და ასე შემდეგ. აქ კიდე მთლად ასეთი არ არის, ახლა Assassin's Creed Odyssey-ში ასე განვითარებული გემი არ არის. კი, აძლიერებ აქაც. მაგრამ ვერაფრით ვერ შეედრება Black Flags. და რატო? მოდი ეჯერ ამას შევებძობოთ. გელი მოვიცილოთ. დაწვა რატომღაც გაგვიჩერდა. კარგი. და რატომ ვერ შეედრება? კიდე ყოფილა. მოიცებარე. გლების ბუნაგი. ეს. მოკლედ Assassin's Creed Odyssey-ში გემები არის, საომარი შეტაკებებიც არის, მაგრამ განსხვავება რის გამოა? Assassin's Creed Odyssey-ში მოვლენები ხდება ჩვენ წელთაღრიცხვამდე 480 წელს. Assassin's Creed Black Flag ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი წელთაღრიცხვით უკვე დაახლოებით ალბათ თუ არ ვცდები 1700 რაღაცა წელი უნდა იყოს. და რატომ? ამიტომაც არის ეს განსხვავება, რომ 1700 რაღაცა წელს მომხდარი მოვლენების დროს უკვე ზარბაზნები არსებობს, უკვე დამბაჩები არსებობს, რომელსაც ედვარდი ატარებს. და განსხვავება რა თქმა უნდა დიდია დროში, ძალიან დიდი განსხვავება არის. ეს არის ყველაზე ძველი დროის Assassin's Creed-ის თამაში. არა გამოშვების მხრივ, არამედ ეპოქა. ამ თამაში ხდება ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს მოვლენები. და თუ წინა ვიდეოები ნახეთ, განსაკუთრებით პირველი ვიდეო, მე დანომრილი მაქვს ჩემი ვიდეოები. და ასე ვნომრავ ერთი დიეზი, ანუ პირველი ვიდეო, შემდეგ ორი დიეზი, მომდენო ვიდეო და ასე შემდეგ. პირველ ვიდეოში ვხსნი, რომ ეს არის ასასინების ფესვები. იწყება ამ თამაშიდან, Assassin's Creed Odyssey-დან. ეს არის ყველაზე ძველი ეპოქის თამაში, რომელიც მოიცავს ყველაზე ძველ ეპოქას. ამაზე უკან Assassin's Creed არ გამოშვებულა და წესით აღარც გამოვა. იმიტომ რომ აქედან იწყება ყველაფერი. თვითონ ეს თამაში აქ არ არიან ასასინები, მაგრამ აქ ფესვები ეყრება, საფუძველი ეყრება ასასინების ორდენს. რეალურად ხანდახან გვავიწყდება, რომ რეალურად თამაშის მიხედვით ჩვენ ვართ აწმყო დროდან გადასულები წარსულში. ანუ ეს კასანდრა ახლა რომლითაც ვთამაშობთ, სინამდვილეში იმ დროში კი არ ვთამაშობთ, არამედ აწმყო დროდან ლეილა ჰასანი მოწყობილობა, რომელსაც ქვია ანიმუსი, ამ მოწყობილობის მეშვეობით გონებით, მეხსიერებით არის გადასული წარსულში და იმას ვთამაშობთ ახლა სინამდვილეში, თორე არა პირდაპირ რეჟიმში. პირდაპირ წარსულში არ ვთამაშობთ. რადგანაც ხანგრძლივად ვთამაშობთ, ეს ხანდახან გავიწყდება, რომ აწმყოდან წარსულში ხარ გადასული. მაგრამ რეალურად ასეა. აწმყო დროდან მოწყობილობა ანიმუსის მეშვეობით გადასული ვართ წარსულში. და ლეილა ჰასანმა მოირგო მეხსიერება ამ შემთხვევაში კასანდრას. კასანდრა იყო მკვლევარი, ასე თქვათ, ეძებდა ამ არტეფაქტებს, რომლებიც შექმნეს ძველმა ცივილიზაციამ ისუებმა. ისუები ვინ არიან? თუ წინა ვიდეოები ნახეთ, იქაც ვამბობ, რომ ისუები არიან ძველი ცივილიზაცია, რომლებიც არსებობენ ადამიანებზე უფრო ადრე და ადამიანები მათ იცნობენ როგორც ღმერთებს და არქმევენ როგორც ღმერთებს. არა და ისინი განვითარებული ცივილიზაცია უფრო
და ღმერთებმა მათ ადამიანებმა მათ დაარქვეს სახელები, ღმერთების ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, ოდინი და ასე შემდეგ. ეს და ყველას ერთად ისუები ქვია Assassin's Creed-ში. ისუები ქმნიდნენ რაღაც ტექნოლოგიებს, იარაღებს, არტეფაქტებს და მათი მძებნელი არის კასანდრა, აი ამ არტეფაქტების. შემდგომში სხვა Assassin's Creed-ში უკვე ჩდებიან ადამიანები, როგორც ყველგან არის ბოროტი და კეთილები, ბოროტებს სურთ, რომ მოიპოვონ სწორედ ეს არტეფაქტები, რომლებიც ცოტა განვითარებულები არიან და თუ ისინი მოიპოვებენ ამ არტეფაქტებს, შეძლებენ, ასე ვთქვათ, ფიქრობენ, რომ შეძლებენ კაცობრიობაზე ბატონობას. მათ რა თქმა უნდა ბოროტი განზრახები აქვთ და იგივე არტეფაქტებს ეძებენ უკვე ასასინები, ოღონდ იმისთვის, რომ ამ არტეფაქტების მეშვეობით მათ ადამიანებს მიანიჭონ თავისუფლება. და ორი საზოგადოება, ასე ვთქვათ, ებრძვის გამუდმებით ერთმანეთს. მმართველები, თანამდებობის პირები, რომლებიც არტეფაქტების ეძებენ იმისთვის, რომ კაცობრიობა დაიპყრონ და მართონ, იბატონონ მათზე და მათ ეწინააღმდეგებიან ასასინები, ისინიც ეძებენ ამ არტეფაქტებს, ოღონდ იმისთვის, რომ თავისუფლებას დაუჭირონ ხარი. ხოლო Assassin's Creed Odyssey-ში ეს კასანდრა ამ არტეფაქტებს ეძებს, იმიტომ რომ დაიცვას ეს არტეფაქტები და არც ეს არ ჩაუვარდეს ხელში. არც ასასინებს და არც, ასე ვთქვათ, იმ ბოროტ ხალხს. უბრალოდ იცავს მათ, რომ იყოს დაცული და არც ერთ ადამიანს არ ჩაუვარდეს ხელში. ამას რს ატარებს Assassin's Creed Odyssey. კასანდრა ეძებს ამ არტეფაქტებს, აგროვებს, შემდეგ ის ერთ-ერთი არტეფაქტის მეშვეობით უკვდავებასაც მოიპოვებს და საუკუნეების განმავლობაში გახდება ამ არტეფაქტების მცველი. აი ეს არის, ამიტომაც არ არის აქ ასასინები. უბრალოდ აქ ჩდება, აქ თამაში ჩანს, რატომ ჩდებიან ასასინები და რა მიზანი აქვთ მათ. Assassin's Creed, ანუ კრედო სახელწოდება საიდან მოდის, კრედო, ასასინების კრედო, სწორედ არის თავისუფლება. და ამისთვის იბრძვიან ისინი. ასე პატარა ისტორია ეს მოყოლა მოახერხე ამ ვიდეოში. ახლა ბარემ სინქრონიზაცია გავიაროთ, რომ გადასაადგილებლად მოკლე გზა გქონდეს ხოლმე. და უცებ მანამდე გეტყვით, როგორც ხედავ უკვე ჩემი გამოქვეყნებული ვიდეოები უკვე ნახვებს აგროვებს, ნახულობენ და ერთი, ასე ვთქვათ, თხოვნა მექნება, ვინც ნახავს ამ ვიდეოებს, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, რა გავაუმჯობესო, რაზე მოუყვე, საერთოდ როგორ განვავითარო ეს არხი, იმიტომ რომ ამ წუთას მე ჩემი ჭკუით ვაკეთებ, შეიძლება რაღაც უფრო კარგი იდეა ვინმეს გქონდეს და თუმცა მთავარი იდეა და მიზანი ჩემი ის არის, რომ ვთარგმნო ქართულად აქ დიალოგები, ვთარგმნო ქართულად მისიები, იმისთვის, რომ უბრალოდ კი არ ვითამაშოთ ადამიანი, რომელიც დარბის სადღაც და ხოცავს ხალხს და რაღაცებს აკეთებს, არამედ ჩავწვდეთ ამ თამაშის შინაარს, რა არის მოთხრობილი ამ თამაში და უფრო აზრიანი რო გახდეს ჩვენი თამაში. ასე რომ თუ დამიწერთ კომენტარებს, რომ უფრო საინტერესო გავხადო ჩემი ვიდეოები და როგორ განვავითარო, ამ წუთას მე მხოლოდ ენთუზიაზმზე ვარ დაფუძნებული, უბრალოდ ვერთობი და ამას იმიტომ ვაკეთებ, მაგრამ თუ შესაბამის ხარდაჭერას მოიპოვებს, ინტერესაც შესაბამის მოიპოვებს, დამიწერეთ კომენტარებში, რა გავაუმჯობესო, რას მივაქციო ყურადღება და რამე შეიძლება საინტერესო იდეა გქონდეთ და სიამოვნებით მოგისმენთ და კი პასუხებთ და ვეცდები დავაკმაყოფილო თქვენი მოთხოვნა და ინტერესი. ესეც ასე სინქრონიზაცია გავიარეთ და მე 5 რანგი ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ გავაგრძელოთ მომდენო ვიდეოში.